მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო, იწყება გადაცემა ლიტერატორი, მე კი მისი წამყვანი ლევან კაკლიანი ვარ. ჩვენი დღევანდელი წიგნი გახლავთ დიადი კლასიკური ნაწარმოები, რომელსაც რასაკვირველი არ გააჩნია კონკრეტული თარიღი, პერიოდი, იგი მარადღის, მარადჟამს აქტუალურია. ახლა კი სტუმრებს წარგიდგენთ, რომელთა ერთადაც განვიხილოთ ამ დიად ნაწარმოებს, ჩემი მასწავლებელი, პროფესორი ფილოლოგი ბატონ ლევან ბერძენიშვილი, იურისტი და ლიტერატურის უბადლო მცოდნე, შესანიშნავი ადამიანი ლუკა ბიბილეიშვილი და მწერალი, რომელიც განსხვავებული ასპექტებით წერს, ტატო ჰენკელი. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. წითელი და შავი. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ სათაური უკვე მისტიკური ელემენტების მატარებელია და ცხადი რასაკვირველია მოიაზრება პროტაგონისტი. ჟულიენ სორელი, ხო? წითელი მისი სამხედრო კარიერა და შავი სამღვდელო კარიერა, აქ მთელი შემდგომ იერარქია ებმევა, რადგან შეგვიძლია აბატთან დავაკავშირო და მთელი მისი ლათინურისადმი ტიპობა, სიყვარული ამოუხსნელი და დიადი საკითხებია. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ამოცნობა არის აგრეთვე ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი, რომელსაც სტენდალი ძალიან დიდ დროს უთმობს რომანში. ჟულიანის მთავარი საიდუმლო, რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რა პერსონაჟად მიაჩნია საკუთარი თავი. ანაგნორისმოსი, ამოცნობა ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი ხაზია. რასაკვირველია, იგი როგორც ზემოთ აღნიშნეთ პროტაგონისტს უკავშირდება. აგრეთვე, როდესაც ვსაუბრობთ ამ პოლიფუნქციურ რომანზე, გვახსენდება თუნდაც კამიუ, მისი მთავარი ფილოსოფიური ესე, სიზიფოს რომ უკავშირდება და ბედნიერება უბედურების საკითხი. რარიგად მიეჩნია, აგრეთვე შეგვიძლია ვახსენოთ ანტუან ბერტის საკითხი 1827 წელი და მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. ის რომ იგი გახლავთ ადამიანი განსხვავებით სორელისა, რომელიც იდეის მატარებელია. მე მინდა ბატონ ლევან რომ დავიწყოთ, რატომ უნდა იკითხონ დღეს სტენდალის კონკრეტული რომანი და რარიგად არ კარგავს იგი აქტუალურობას. მეგონი თანამედროვე ადამიანისთვის, დღევანდელი ახალგაზრდა კაცისთვის ნიშნულოვანი უნდა იყოს რომანი, რომელიც მასზე ლაპარაკობს. მიუხედავად იმისა, რომ 1830 წელს არის გამოცემული ეს წიგნი, იმ მომენტში ის არ იყო აღქმული როგორც დიდი შედევრი და მას 100 წელი დასჭირდა. ამიტომ იგი უფრო თანამედროვე, ვიდრე ვინმე შეიძლება წარმოიდგინოს, იმიტომ რომ გვიან გაიგეს მისი ფასი. და სტენდალი, რომელსაც ძალიან კეთილგანწყობით შეხვდა ბალზაკიც, ჰიუგოც, მაინც ითვლებოდა, რომ ბალზაკი თავის სიმაღლიდან და არ არის ცუდი და სხვა. ახლა ის რომ მეტოქე გახდებოდა და შეიძლება დაეჩრდილა კიდევაც, ამაზე რა თქმა უნდა ფიქრი არ იყო. სტენდალს ლაპარაკობს იმაზე, როგორ უნდა გაიგნოს გზა ცხოვრებაში ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ამის შანსი არ აქვს. ძველ დროში თუ გლეხის შვილი ხარ, შენ არ შეგიძლია მიიღო განათლება, შენ არ შეგიძლია გამოჩნდეს საზოგადოებაში, შენ არ იქნები მწერალი, შენ არ იქნები ჟურნალისტი, შენ არავინ არ იქნები. გარდა ორი შანსისა. ორი შანსია სულ. შენ ვერავინ ვერ დაგიშლის იყო სამხედრო, როგორც ნაპოლეონი და თუ ომების ეპოქაა, შენი ვაჟკაცობით შეიძლება 26 წლის გახდე გენერალი და მერე გახდე იმპერატორი და დიდი ადამიანი. ხო, მაგრამ აი ჟულიან სორელის ეპოქაში ეს არ არის. ასეთი შანსი არ არის. სამაგერად რჩება მეორე, რომ იყო ეპისკოპოსი მაგალითად, სამღვდელოების გზა, მაგრამ უბედურება ჟულიან სორელი ურწმუნო კაცია. და აი ურწმუნო კაცმა გადაწყვიტა თითქოს გაითამაშოს, რომ რწმენაშია დაიზეპირა სახარება ლათინური ვერსია, რომელსაც ვულგატა ქვია. და უცებ წარდგა საზოგადოების წინაშე, როგორც ახალგაზრდა კაცი გამორჩეული. კი ბატონო გლეხიშვილია, ხერხავი არის მამამისი გლეხობასთან ერთად. ძმები მას ხელს ურტყამენ ხოლმე ხშირ-ხშირად, იმიტომ რომ წიგნის მკითხველი კაცია. მე წარმოვიდგინე ჩემი თავი მაგალითად, მე ვკითხულობდი წიგნს, ვსწავლობდი გპ-ში და გპ-ს არ მოვსწონდა. და წარმოვიდგინე ჩემი ძმები რო ყოფილიყვნენ, ჟულიან სორელის ძმები და ახლობებით ეგეთი სიტუაცია. თანამედროვე ახალგაზრდა კაცი იმ წუთას იცნობს თავის თავს, იმიტომ რომ თუ მას აქვს განსაკუთრებული სურვილი თავი გამოიჩინოს, ის ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს, ასე ვთქვათ, ბულინგის, დაცინვის, არგაშვების და რაღაცნაირად სულა ლაპარაკი, რომ პატრონი გჭირდება, ეს გჭირდება. დღეს თითქოს არავინ არ გვიშლის, არავინ არ გვითვლის, გლეხები ვართ, არისტოკრატები ვართ თუ სამეფო გვარის წარმომადგენლები, მაგრამ სინამდვილეში დღესაც ისეთი რთულია გაღწევა იქ, სადაც საჭიროა, ჩვენ გვიკვირს ხოლმე 10 თავით რო არ აღემატებოდეს ყველას, მაგალითად თუნდაც ფეხბურთელი კვარაცხელი 10 თავით.
9 თავით რო აღემატებოდეს, ვერსად ვერ წავიდოდა. ჩვენ ხო ვიცით, იმიტომ რომ არ ეყოფოდა ის мама, რომელიც ყავს, იმიტომ უფრო მეტი პატრონია საჭირო. იმიტომ გაცილებით ნაკლები ნიჭის ადამიანებისთვის არის გახსნილი გზა, იმიტომ რომ ვიღაცა დააშენ. ანუ ჟულიან სორელი უბრალო ამბავი არ არის. დღესაც იგი კარნახობს იმას რა გზები არსებობს და აი მე მომისმენია მაგალითად საბჭოთა დროში რომ მე მჭირდება ისეთი ცოლი გენაცოლი ერთი ახალგაზრდა კაცი ამბობდა პროვინციიდან რომელიც ჩამწერს თბილისში ადრე ჩაწერა ბევრს რამეს ნიშნავდა მომცემს სამსახურს არ დამიშლის ქალებში სიარულს მიყიდის მანქანას და რა გაქვს შენ ასეთი და ის ამბობდა ახალგაზრდა ვარ და ლამაზი ვარ ხო ჟულიან სორელიც იყო ახალგაზრდა და ლამაზი და მიესწრაფოდა წინ ამან ყველაფერმა მიიყვანა გილიოტინაზე მაგრამ როგორც სამართლიანად აღნიშნა ბატონმა ლევანმა იგი ბედნიერი წარდგა გილიოტინის წინაშე ეს არის წიგნი რომელიც გვეუბნება რომ შეიძლება მოკვდე და ბედნიერი იყო სიკვდილის წინ ეს უდიდესი წიგნი არის რომელიც გვასწავლის იმას რომ ყველაზე მაღლა ამ ქვეყნად ყველა კარიერაზე ყველაზე წინ დგას ადამიანი სიყვარული უზარმაზარი გრძნობა და საკუთარი თავის დანახვა ბოლოს და ბოლოს. ყველაზე დიდი ფორმულა თავის დროზე ეწერა ერთ შესანიშნავ ტაძარს დელფოში. გნოთი სიავტონ, ანუ შეიცან საკუთარი თავი. ჟულიან სორელი არის წიგნის საკუთარი თავის შეცნობაზე. ამიტომ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც უნდა გაიგოს ვინ არის, რა არის, იმიტომ ადამიანს თავარი ამბავი ეგ არის. კაცს აქვს ორი დაბადების დღე. ერთი როცა იბადება რეალურად მეორე როცა მიხვდება რისთვის დაიბადა. აი ჟულიან სორელი არის პერსონაჟი, რომელსაც ეცნობი, რომ გაიგო რისთვის დაიბადა. ეს ერთ-ერთი იდეალური პერსონაჟია და სხვა შორის, როცა საფრანგეთმა მთავარი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ფუძემდებელი ქვეყანა ერთ-ერთი, მაგრამ ჩამორჩა თელს ამ თავის ფუძე დადებულ სამყაროს რო ჩამორჩა, მთავარი ნაბიჯი რო გადადგა და გილიოტინაზე უარი თქვა მაგ დროს ტელევიზიის ყველა არხზე გადიოდა ფილმი ჟულიან სორელის როლს მასში ასრულებდა უსაყვარლესი ფრანგი მსახიობი ჟერარ ფილიპი და ჟერარ ფილიპის თავის კვეთა რო არ მომხდარიყო ამიტომ ფრანგმა ხალხმა 51%-ით 49-ის წინააღმდეგ როგორც იქნა უარი თქვა გილიოტინაზე ასე რომ ჟულიან სორელი ესაა კულტურული მოვლენა წითელი და შავი ეს არის წიგნი ყველაფერთან ერთად აზარტზე ის წითელი და შავი არა მარტო კარიერის ფერებია, არამედ ეს არის რულეტის ფერები, კარტის ფერები, ეს არის ბედისწერის ფერები და ჩვენ გვინდა რომ ახალგაზრდა კაცმა ეს იცოდეს და ახალგაზრდებისთვის შესანიშნავი წიგნია. არ კარგავს თავის მნიშვნელობას და ამიტომ მე ძალიან მიხარია რომ მოგვეცა საშუალება ეს უზარმაზარი წიგნი წავუდგინოთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას წკინვალე ქართული თარგმანი გვაქვს მას არ ჭირდება განახლება და გამოცვლა ბევრ რამეს ჭირდება ამას არა ძალიან კარგი თარგმანი გვაქვს და ძალიან საიმედო წიგნს იგდებენ ხელში ახალგაზრდები ცნობილი ამბავია რომ იყო ვინმე ახალგაზრდა კაცი ბერტე რომელმაც ისარგებლა ამ თავისი ახალგაზრდობით და ერთ ოჯახში სადაც იგი გუბერნიორად იყო მოწვეული ზუსტად ისე როგორც ჟულიან სორელი მან შეაცდინა ამ ოჯახის დიასახლისი ხოლო მეორე ოჯახში სადაც არისტოკრატულ ოჯახში მოიწვიეს იქ შეაცდინა ამ ოჯახის ასე თქვა ქალიშვილი ფაქტობრივად სიუჟეტური ქარგა ზუსტად ის არის რაც არის რომანში თუმცა რა თქმა უნდა ბერტესა და ჟულიან სორელს შორის მხოლოდ ასე ვთქვათ ფაქტობრივი მასალა არის მსგავსი სულ სხვადასხვა პირები არიან ბერტეს თავი მოკვეთეს და ეს იყო ცუდი ამბავი მაგრამ ის იმდროინდელი კანონებით ამას იმსახურებდა იმიტომ რომ ბერტე მართლა იმას აკეთებდა რასაც აკეთებდა ანუ სარგებლობდა ამ ქალების გულუბრყვილობით მაშინ როცა ჟულიან სორელი არის სოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უკვდავი პერსონაჟი თავისი უზარმაზარი სიყვარულით მადამ დე რენალის მიმართ და მადამ დე რენალი ესა ყველაზე წყნარი, ყველაზე ჩუმი, მაგრამ ყველაზე ელვარე პერსონაჟი საერთოდ ფრანგულ ლიტერატურაში, იმიტომ რომ რაღაცნაირად მოახერხა სტენდაპი, აჩვენა რომ კალი არის წმინდანი და თან არის ქმარს ღალატობს. ეგ როგორ ხერხდება ხოლმე ჩვენ არ ვიცით
ცხოვრებაში როგორ ხერხდება ქალებმა შეიძლება იციან, მაგრამ წერლობაში როგორ ხერხდება არ ვიცით. ასე რომ დიახ, ჟულიან სორელს ყავდა პროტოტიპი, მაგრამ პროტოტიპთან შედარებით ეს არის დაახლოებით ისეთი მსგავსება არის უფალმა, რომ ჩვენ შევქმნა თავის მსგავსად, ასე თქვა. ჩვენ რო უფალს გავართ, დაახლოებით ისე გავს ბერტე ჟულიან სორელს. მაგრამ მწერალმა არსებული ვითარება გამოიყენა ცხოვრებიდან აიღო. ეს არ არის პირველი შემთხვევა ფრანგულ ლიტერატურაში, ასე მოხდება მადამ ბოვარის შემთხვევაში, ასე მოხდება ქალი კამელიების შემთხვევაში, მაგრამ ყველა შემთხვევაში ლიტერატურა დაჩაგრავს ცხოვრებას ძალიან სერიოზულად. ანუ აჯობებს ჟულიან სორელის სახე ბერტეს სახესთან შესაძლებელი აღარ არის ხოლმე. წითელი და შავი იმ რომანთაგანია, რომელთა პერსონაჟები ძალზე განსხვავებული ასპექტებით ავითარებენ საკუთარ ხასიათს. ტექსტში თითოეული პერსონაჟის მიერ წარმოთქმული სიტყვა ძალზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ჩვენ ნაწარმოებში ნაკლებად შევხვდებით კონფაბულაციას, რომელსაც ტექსტი ხშირ შემთხვევაში პროზას გულისხმობს, სხვა მიმართულებით მიყავს ხოლმე. მე მაინტერესებს რატო რა რიგად შეგვიძლია პერსონაჟთა კლასიფიკაცია დავალაგოთ და თითოეულის ასე ვთქვათ ძირითადი როლი, ფუნქცია, ხო? რა რიგად უკავშირდება ერთი მეორეს და შორეულ პერსპექტივაში გავშალოთ. დიდი მადლობა ლევან, ბატონმა ლევანმა ძალიან კარგად ჩამოთქვა ყველაფერი. ძირითადი ამ რომანთან დაკავშირებით, საუბარი წითელი და შავზე, სტენდალის წითელი და შავზე. აქ რა თქმა უნდა ეს რომანი ტრიალებს ერთი პროტაგონისტის გარშემო, რომელსაც ქვია ჟულიან სორელი და ყველაფერი ვითარდება მის გარშემო. ანუ ეს არის ესე იგი ცენტრალური პერსონაჟი და მასზე არის აგებული დანარჩენი პერსონაჟებიც, ასე ვთქვათ. ანუ თავარი აქ არ არის არც ვთქვათ რაღაც ესე იგი აქცენტირება მიუხედავად იმისა, რომ სტენდალს საერთოდ არ უყვარდა აქცენტების გაკეთება ზოგადად, მაინც ჩვენ გძნობთ, რომ თავარი პერსონაჟი, თავარი ამბავი აქ რაც არის ჟულიან სორელი. და ყველაფერი ვითარდება მის გარშემო. და მთავარი რა ხდება ხა მის გარშემო? ეს არის ორი ქალი, რომელიც მას უყვარდა, ხო? ერთი არის პირველი ქალი, რომელიც მას შეუყვარდა. ხოლო მეორე ქალი, რომელიც მას შეუყვარდა, ეს არის რომელიც მე შემდგომში ცოლად მოიყვანა და რომისგანაც ბავშვი ესე იგი შეეძინა. თუმცა თვითონ ვერ მოესწრო ამ ბავშვის დაბადებას, იმიტომ რომ ესე იგი ძალიან ტრაგიკულად დაასრულა თავისი სიცოცხლე. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოს ერთი ძალიან კონკრეტული მომენტი, რომ ჟულიან სორელი მიუხედავად იმისა, რომ არის ესე იგი მე-19 საუკუნის რომანი ზოგადად, ანუ დაწერილი და ასე ვთქვათ კონტექსტ თუ განვიხილავთ არის ძველი თაობის, ასე ვთქვათ, მაინც ამის და მიუხედავად ის არის ძალიან თანამედროვე პერსონაჟი. და აი როგორც მწერალი დიდი სიამოვნებით შევქმნიდი მსგავს პერსონაჟს, თუმცა უკვე შექმნილია და ანუ ამისი ესე გადამღერება უკვე ეს იქნებოდა ანუ ძალიან მიუღებელი ჩემთვის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ ის არის ესე იგი იდეალისტი ადამიანი და მე ვფიქრობ ანუ ყველა თანამედროვე ადამიანისთვის, ანუ დღევანდელი ჩვენ თანამედროვე ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ წიგნის წაკითხვა, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ისე როგორც არასდროს გვჭირდება იდეალიზმი, ანუ რაღაცა იდეის მიმართ ესე იგი ლტოლვა დაუზოგავი, ასე ვთქვათ, აი როგორ გითხრათ, ანუ ესე იგი როცა მზად ხარ რაღაცებს გადააბიჯო, რაღაცებზე უარი თქვა, შენი მიზნის მიღწევის თვალსაზრისით რა. აი ესეთი პერსონაჟია ჟულიან სორელი, აქ საუბარია სიყვარულზე, რა თქმა უნდა, ანუ სიყვარულის გამო ის ძალიან ბევრს, ასე ვთქვათ, ბევრ რამეზე უარს ამბობს, თუმცა ამავე დროს მას უნდა, როგორც ბატონმა ლევანმა თქვა, საზოგადოებაში გამოჩენა. ის არის, ანუ დაბალი ფენის წარმომადგენელია და მას სურს, რომ მისი სიტყვა ანუ გაიგოს საზოგადოებამ, ანუ მან მიაწვდნოს თავისი მდგომარეობა, თავისი ცნობიერება, გაუზიაროს სხვებსაც და ეს შეუძლებელია თუ მაღალ საზოგადოებაში მიღებული არ ხარ. აქედან გამომდინარე,
ის ცდილობს ყველაფერს, რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ფაქტორი, რომ სტენდალი იყო, ასე ვთქვათ, ნაპოლეონის ძალიან დიდი ქომაგი, ის მონაწილეობდა მის ომებშიც და ასე შემდგომ. და აქედან გამომდინარე, მან ანუ ეს თვისება ჟულიან სორელს მიანიჭა, რომ ისიც არის ნაპოლეონის დამალული ფოტოსურათი და რა თქმა უნდა, დამალული ფოტოსურათი, რომელიც ჩააგდებს და ანუ დერენელს, ანუ ქალბატონ დერენელს გონია, რომ ეს ვიღაცა სხვა გოგო უყვარს, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ არის ნაპოლეონის სატრფოგონია. ხო, რა თქმა უნდა, სატრფოგონია და აღმოჩნდება, რომ არის ნაპოლეონის ფოტო. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე დღეს რაც ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, როგორც წერლის მხრიდან, არის ეს, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს წიგნი ყველა ახალგაზრდამ, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მიიღებენ ძალიან დიდ იმპულსს ცხოვრებაში რაღაცის გასაკეთებლად. ეს ჩვენ არ ვიცით რა შეიძლება იყოს. ეს ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. აი წერლის გადმოსახედიდან ჟულიენმა თქვენი აზრით როგორ შეასრულა საკუთარი მისია? ეს იყო ძალიან ტრაგიკული მისია, რომელიც მან შეასრულა წერლის. ფაბულისამებრა ეს ძალიან რა თქმა უნდა, წერლის ჩანაფიქრი იყო, იმიტომ რომ იცით როგორი რაღაცა, ალბათ მწერალს არც უნდოდა, რომ ესეთი პერსონაჟი გადარჩენილიყო იმ დროისთვის. ანუ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჟულიან სორელი. ანუ იქნებ დღეს მაინც ჩვენ შევეცადოთ, რომ მას ის არ გაუშვათ, ასე ვთქვათ, გილიოტინაზე. ტრიადას ვახსენებდი, აი ბატონ ლევან, იმისათვის რომ ჟულიენმა ბოლოს ხო ვიცით მიწურულს აღმოაჩინა, რომ ის თურმე ცუდი კაცი არ ყოფილა, პერსონაჟი, მკითხველი და ავტორი აქ ტრიადა შემოდის უშუალოდ და სამივე ასე ვთქვათ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. რომ რაღაცები გავიაზროთ, გადავაფასოთ და დავალაგოთ. ხო ეს წერლისა და მკითხველის ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ეს ცალკე საკითხია, ეს ერთი მთლიანობაა. წერალი ეს იგივე მკითხველია, იმიტომ რომ თუ მწერალი წერს მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ წერს, უბრალოდ ეს პროცესი უყვარს, ამითი სრულდება მისი ყველაფერი. ანუ მწერალი გრძელდება მკითხველში და ეს არის მნიშვნელოვანი. მე ასევე მინდა ვთქვა, ძალიან კარგი ახალი გამოცემა აქვს ბიბლუს 2018 წლის წითელი და შავი, ძალიან კარგი გარეკანი აქვს, ესე იგი წითელი და შავი ადამიანები თითქოს წვიმასავით ესე ცვივა. ძალიან თვალშისაცემია, მე მინდა ყველას ურჩიო ახალგაზრდა მკითხველს, რომ შეიძინონ ეს წიგნი, წაიკითხონ. იქნება ეს ახალი, ასე ვთქვათ, გამოცემა ბიბლუსის პალიტრაელის თუ ძველი გამოცემა, მნიშვნელოვანი აქ იმდენად არ არის, მთავარია რომ წაიკითხონ ეს წიგნი. დიდი მადლობა. სტენდალის მთავარი რომანის კითხვისას მრავალი ალუზია მოსდის მკითხველს. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის დიაქრონიული თუ სინქრონიული ხაზები, ასპექტები, რომელსაც უშუალოდ მკითხველი წააწყდება ხოლმე, ხო? განსაზღვრულად ეპოქისა, განსაზღვრულად წლებისა. მე მაინტერესებს ლუკა რო დავიწყოთ და უშუალოდ ეს უშუალოდ კლასიფიკაცია პერსონაჟთა და ციხის ეპიზოდი, სამართლებრივი ხაზები, პროტაგონისტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ასევე საინტერესო იქნება თუნდაც ამ ციხის პერიოდი. ეს ეპიზოდი რაღაც მხრივ კაფკას პროცესის ამბებსაც რომ შევადაროთ თქვენის მხრივ და თუ იკვეთება ანტაგონისტი. კონკრეტულად ამ სასამართლოს ამბებში. მოგესალმებით პირველ რიგში. მე ცოტა შორიდან მინდა დავიწყო, მე დავიწყებ ანტიგონეთი, შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, მაგრამ მე ესე მიმაჩნია სწორად დაწყება და რატო ანტიგონეთი? იმიტომ რომ იქაური ტრაგედიაც და ჟულიან სორელის ისტორიაც არის ტრაგედია. გავს ძალიან სასამართლო პროცესს, ხო? იქაც არის თავისი მსაჯულები, გადაწყვეტილება, პროცესი, ღმერთები ანტიგონეს მხარეს, მაგრამ ანტიგონე მაინც აგებს ესე რომ ვთქვათ პროცესს და რა დანაშაული ჩაიდინა ანტიგონემ, ხო? ეხლა სულ და იურიდიულ თვალსაზრისით რომ განმარტოთ ადვოკატის ხედვით. ანტიგონემ დაარღვია თან დაიცვა და თან დაარღვია კანონი. აი ეს არის ესეთი შეუსაბამობა, რაც სამართალში ხშირად გვაქვს ხოლმე. მან დაიცვა, ესე რომ ვთქვათ, დაუწერელი ადამიანური კანონი, როდესაც საკუთარი ძმის ნეშტი დამარხა, რომელსაც იურისტები ეძახით, რომ ის ამართან ius non scriptum, ანუ დაუწერელი კანონი, რომელიც მომდინარეობს მორალიდან, ადამიანური კანონიდან. მან ეს კანონი დაიცვა და ღმერთებმა ის გაამართლეს, მაგრამ მან დაარღვია დაწერილი, ესე ვთქვათ, მიწიერი კანონი, ანუ ius scriptum-ი, რაც კრონოსის მიერ იყო დაწერილი, იმიტომ რომ ეს პირდაპირ აკრძალული იყო, მისი ძმა იყო დასჯილი და მისი სასჯელი იყო, რომ ის არ უნდა დამარხულიყო. მაგრამ
და იქ საზოგადოებრივი აზრი ვერ შეიქმნა. მაინც განწირულად დარჩა ანტიგონე მსოფლიო ლიტერატურაში. სხვა შორის გვექნება ეხა ამ ტრაგედიის ბრწყინვალე ახალი თარგმანი და ყველას ურჩევ რომ წაიკითხოს და გაეცნოს. და რა ხდება ჟულიან სორელთან მიმართებაში, ხო? აქაც საზოგადოებრივი აზრი ვერ დაიბადა, აი ბატონმა ლევანმა თქვა, სანამ მართლა არ დაინახეს, თქვათ, მოკვეთილი თავი, ამას მერე დაემატა კიდე ალენ დელონის მოკვეთილი თავი ორნი ქალაქში და ეს იყო ერთგვარი ტრიგერი, რომელმაც შეძლოდა სერიოზული ჰუმანური ნაბიჯი გადაადგმევინა საფრანგეთს, თითქოს და ძალიან დემოკრატიულს, თითქოს და კანონების მცოდნეს, თითქოს და კოდექსის მოყვარულ ქვეყანას, რომ ბოლოს მაინც უარი ეთქვა სიკვდილით დასჯაზე. და ჩემი აზრით თუ ფილოლოგებისთვის, ლიტერატურათმცოდნეებისთვის და ზოგადად მკითხველისთვის სტენდალი არის მწერალი, ჩემთვის იურისტისთვის სტენდალი არის ადვოკატი. რომელმაც შეძლო და საზოგადოებრივი აზრის შვა სწორედ იმ მიმართულებით, რაც ძალიან აკრა. ზოგადად ადვოკატები ძალიან ისეთი საგულშემატკივრო ხალხია, იმქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ადვოკატი არის ხოლმე ბრალდებულის და შემდგომ ჟავდებულის ერთადერთი გულშემატკივარი. მას ჩამოცილდება საზოგადოება, მას უარყოფს ყველა რესოციალიზაცია, ხანდახან ვამბობთ, ხო, აი ციხის დანიშნულება არის რესოციალიზაცია. ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან რთულად ხდება ხოლმე რა. რესოციალიზაციის თემა. ადამიანი როდესაც მოიხდის ხოლმე სასჯელს, მისი ინტეგრაცია საზოგადოებაში ცოტა შეუძლებელია და შეიძლება ჟულიან სორელის თავის მოჭრა ყოფილიყო მისთვის ამდენად ბედნიერების მომცემი, რადგანაც მას არ ამგონია, ეს უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია, რიგითი მკითხველს არ ამგონია დომოდა იმ საზოგადოებაში ცხოვრების გაგრძელება, რომელსაც მან ღიად უთხრა ყველაფერი, როდესაც ადგა და მე კაი, როდესაც ჟულიან სორელი მიმართავს ნაფიც საჯულებს, მე მახსენდება მაგალითად ჟეკიუს, ანუ ბრაუზდებ ერთ-ერთი დიდი ცნობილი ფრანგი მწერლის ესეთი კრიტიკული წერილი, როდესაც მან დაიცვა ებრაული წარმოშობის ფრანგი ლეიტენანტი, რომელსაც ჯაშუშობა დააბრალეს და მან ბრალი დასდო ყველას საფრანგეთის სახელმწიფოში დაწყებული რესპუბლიკის მიმართა რესპუბლიკის პრეზიდენტს დაწყებული უმაღლესი მსაჯულებიდან დამთავრებული თქვათ რიგითი მინისტრებიდან და აი ეს შეიძლება ითქვას სიმახინჯე ხდება სტენდალთან, ეს სიმახინჯე ხდებოდა კავკასთანაც, როდესაც მთელი საზოგადოება განსაკუთრებით აი ეს მოსამართლეები, ადვოკატები, იურისტები არ არიან იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ადვოკატი გულშემატკივრობს ჟულიან სორელს და ეს სწორიც არის. თუ ადვოკატს არ სჯერა საკუთარი დაცვის ქვეშ ყოფის უდანაშაულობის, ის ადვოკატად არ ვარგა. რას ვიტყოდით იოზეფ კას ადვოკატს, იქ საინტერესო ასპექტებით მიმდინარეობს? კი, და უფრო საინტერესოც არის შეიძლება მერსოს ადვოკატი, რომელმაც პირდაპირ უარყო, ესე რომ ვთქვათ, და მიემხრო საზოგადოების აზრს, რომელმაც თქვა, რომ მე, ანუ რომელმაც დაიჯერა და იწამა, რომ მერსო მართლა უნდა გასამართლებულიყო არა განზრახ-ჩადენილი მკვლელობისთვის, რომელიც მან დანამდვილებით ჩაიდინა და აღიარა, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი დედის გარდაცვალება არ იგულო. საინტერესოა მისდევენ ისინი წმინდა წყლის სამართლებრივ ასპექტებს, ამ შტრიხებს თუ უხვევენ ნორმებს, სამწერლის ფანტაზია რაგვარად არის ჩართული, ხო ესეც რომ მივაწოდოთ მკითხველს. დიახ, უხვევენ და აი როგორც თქვა, ფიქციის ელემენტებს გულისხმობ. კი, აი როდესაც როგორც კამიუ არის გულშემატკივარი ნამდვილი სამართლის, ისევე არის სტენდალის გულშემატკივარი ნამდვილი სამართლის და ეს დღეს ჩვენ საზოგადოებას დღესაც ძალიან აკლია. მე ხშირად განვიხილავ კავკას პროცესს, ის ჩემს სასწავლო სილაბუსში შედის, ხშირად განვიხილავ კამიუს უცხოს თავისთავად და კავკას განაჩენსაც. როდესაც მაგალითად ახალგაზრდა კაცს საკუთარი მამა გამოუტანს განაჩენს გეორგს, ხო და მიუჩის სიკვდილის დასჯას. მოკლედ ეს კონფლიქტი რაღაც მამასთან, ანუ კრებით მამასთან, ხო, ამ შემთხვევაში მაგალითად ხელისუფლებასთან, რომელიც შეიძლება ვთქვათ ლევიათანად მოიხსენიოთ, ხო, სასამართლოსთან, ყოველთვის სამართალი არის ერთეულების ხვედრი, შეიძლება ისე ითქვას. შენ ამდენჯერმე ახსენე ფრაზა ტრიადა. სამართალშიც გვაქვს ტრიადა, ეს არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა. და რატომღაც მხოლოდ აი წერლები, მოაზროვნეები, ლიტერატურის მცოდნე და მოყვარულები თუ გამოჩნდებიან ხოლმე ამ სამართლის გულშემატკივრებად. და აი ამით შევაჯამებდი ჩემს ნათქვამს, რატომ უნდა წაიკითხონ მაგალითად სტენდალი დღეს და განსაკუთრებით წითელი და შავი მისი მაგნუმ ოპუსი, ხო? სწორედ საზოგადოებრივი აზრი რომ იშვას იქ სადაც ის არ არის და სადაც ის არის ეს საზოგადოებრივი აზრი და თავს გზნობს დაჩაგრულად, პირიქით იგზნოს საკუთარი ძალაუფლება.
სტენდალი ნაწარმოებში გვთავაზობს ცხოვრების აპოლოგიას პროტაგონისტის სახით, ხო? რა რიგად მიიღებს იგი სხვადასხვა გადაწყვეტილებას, სხვადასხვა პერსონაჟთან მიმართებაში და შემდგომ როგორია, ხო, სრულიად ფაბულა ეს, საკუთარი სპეციფიკური დასასრულით. იგი ამასთანავე არის ბედის წერის, სიმამაცის და სხვა მრავალი ასპექტის აპოლოგია და როგორც ჩვენი დიდი კლასიკოსი მწერალი იტყოდა, ვინც მისალოცთა სიაშია და არ წაუკითხავს კონკრეტული ნაწარმოები, წინ აქვს პირველად საკითხვის ბედნიერება და ჩემი საბოლოო სენტენცია იქნებოდა fortes fortuna adiuvat. მამაცებს ბედი ეხმარებათ. გვახსენდება პროტაგონისტი, გვახსენდება სრულიად სიუჟეტი და დასასრული, ხო? ვიცით სიმამაცის ფუნქცია, რაც ცხადია სტენდალის დიადი ჩანაფიქრია. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია, შევხვდებით მომავალ გადაცემაში.